ერთხელ ესეთი ჯავახეთში შემემთხვა ესეთი ამბავი და სხვათა შორის ძალიან თითზე ჩამოსათვლელია, როდესაც მე როგორც ჩემს მიმართ, როგორც ფოტოგრაფის მიმართ ქონიათ აგრესია. იმიტომ რომ პირველ რიგში მე ძალიან ფრთხილი ვარ, თუ ხვდები რომ არ ღირს გადაღება, მაშინ იქ არ უნდა შეიჭრა იმ ადამიანის პირად ცხოვრებაში. ასეთი შემთხვევა იყო, რომ დიდი თოვლი იყო და გზაზე ცხენით მოდიოდა კაცი, ურემი ჰქონდა და ამ ურემში ძემი ჰქონდა ჩასაბარებლად. და მე ვიდექი და ვიღებდი. თან ისეთი ის იყო რომ გვერდზე ვერ გადავიდოდი, რომ ძალიან დიდი თოვლი იყო. და ეს კაციც გამოჩნდა, მოვიდა ჩემთან ახლოს და ძალიან უხეშად მითხრა, რატო გადამიღე ფოტო. მე ახლა წავალ და გიჩივლებ, ახლა რაზე უნდა მევთხარ წადი და მიჩივლებ მეთქი. და მოკლედ ესე ვიკამათეთ, ამა რატო მითხრა, მე უთხარი, მე ვიღებდი და შენ შემოხვედი კადრში და რა ჩემი ბრალი ეს. და რაღაცა დრო გავიდა და ძალიან ცუდ ხასიათზეც დავდექი. და რაღაცა დროის მერე ეს კაცი უკან დაბრუნდა 15 წუთის მერე რომ მოდიოდა მე ცოტა გვერდზე გადავდექი და ზურგით შევბრუნდი რომ იმას ჩემ ზურგს უკან ჩავიმიტო რომ აღარ მინდოდა არც დამენახა არც და ეს კაცი გაჩერდა და მითხრა რომ იცით მე ცუდ ხასიათზე ვიყავიო ბუდიშ გიხდიო რომ ესე გელაპარაკეო და წამოდით ახლა მე ჩემ ცოლის სახლში და ჩაი დავლიოთო და იცით როგორ გამიხარდა